მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩემი რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგს და მე ვარ ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. ამ რუბრიკაში თქვენ წერთ თქვენს კითხვებს, ძირითადად პირად მიმოწერაში და მე შემდეგ ასეთ ვიდეო ფორმატში გვასუხობთ. და მოდით დავიწყოთ დღევანდელი კითხვებით. პირველი კითხვა. ადამიანები რატომ იტყუებიან? რამდენიმე მიზეზი არსებობს ადამიანების ტყუილის. პირველი არის უსაფრთხოება. როდესაც გეშინია, რომ იმ შემთხვევაში თუ უთხარი ადამიანს სიმართლე, შეიძლება შენ დაგემუქროს რაღაცა. მეორე მიზეზი ეს არის, ასე ვთქვათ, ხათრიანობა და კულტურულობა, რომ იცი, როდესაც ადამიანს ეტყვი სიმართლე, შეიძლება მას გაუბუჯდეს ან ხასიათი, ან ცუდ განწყობაზე დადგეს, ან ემოციურად ცუდად გახდეს და ასე შემდეგ. მესამე შემთხვევა არის მაშინ, როდესაც ადამიანი არის პათოლოგიური მატყუარა, რაც არის გარკვეული ფსიქიატრიული დაავადებების ნიშანი. და ასევე შეიძლება იტყუებოდეს სოციოპატი, ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი თანაგრძნობის უნარი არ აქვს, როდესაც გიპირებს რაღაცა ცუდს, გიმზადებს, ასე ვთქვათ, რაღაცა ხაფანგს, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც absoliutურად უსინდისოდ, უპრობლემოდ გატყუებს ხოლმე ადამიანი. აი, ასეთია ძირითადად ტყუილის მოტივაცია ადამიანებში. მეორე შეკითხვა. ბავშვობაში ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, სხვისი ტანსაცმლით დავდიოდი ხოლმე. რაც გავიზარდე და მაქვს საშუალება, უამრავ ტანსაცმელს ვყიდულობ. ხშირად ისეთსაც, რომელსაც ვერ ვირგებ. არის ეს კავშირში ბავშვობასთან, როგორ მოვიქცე? უყურეთ, ბავშვობაში, ასე ვთქვათ, არ გქონდათ ამის საშუალება, ეხლა გაიზარდეთ და ობიექტურად გააქვთ ამის საშუალება, მაგრამ სუბიექტურად გაუცნობიერებელ დონეზე დარჩით ისევ ის ბავშვი, რომელსაც, ასე ვთქვათ, არ ქონდა საშუალება, რომ თავის სურვილები აესრულებინა. რა გააკეთოთ ამ შემთხვევაში, როგორ მოიქცეთ, შეიძლება გააკეთოთ ესეთი საინტერესო სავარჯიშო, როდესაც გექნებათ დრო, ჩაჯექით მაგალითად სავარძელში, დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური დროის მანქანით წახვედით წარსულში და შეხვდით საკუთარ თავს, აი იქ ბავშვობაში, რომელსაც უჭირდა. და ჩაკიდეთ მას ხელი, უთხარით მას, რომ თქვენ მოხვედით მომავლიდან, მოუყევით, როგორი ცხოვრება გაქვთ იქ მომავალში, რომ ის დამშვიდდეს, ასე ვთქვათ, იმედი მიეცეს და უთხარით მას, რომ ამიერიდან სულ მის გვერდზე იქნებით და მიეხმარებით მას, ასე ვთქვათ, გაიზარდოს, გავითარდეს და მიაღწიოს ისეთ მატერიალურ კეთილდღეობას და ასე ვთქვათ, ისეთ შესაძლებლობებს, რაც გაქვთ თქვენ. უთხარით, რომ მე ერთხელ გავიარეთ ხო ეს გზა და ვიცი, როგორ მივაღწიო ამას და შენ დაგეხმარებით ხო და მე მოკიდეთ ხელი და წარმოიდგინეთ, რომ მასთან ერთად გამოიარეთ მთელი ეს გზა წარმატებამდე, ასე ვთქვათ, და წარმოიდგინეთ, რომ გზადაგზა იზრდება და რაღაცა მომენტში ხვდებით, რომ თქვენ ხელა ხდება, ხო? აი, შემდეგ აიღეთ და შემოუშვით საკუთარ თავში. თუ ეს სავარჯიშო არ იქნა საკმარისი, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ პირად კონსულტაციაზე, ამისთვის პირადში უნდა მომწეროთ Facebook-ზე, ჩემს Facebook-ს გვერდზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და ამ შემთხვევაში გიშველთ. მაგრამ წესით უნდა იმუშაოს ამ ტექნიკამ კარგად. შემდეგი შეკითხვა. ოჯახის წევრებთან, დედამთილთან ძირითადად, მუდმივი პრობლემა მაქვს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. უკვე ყველაფერი მაღიზიანებს და მერე ჯავს ბავშვებზე და მეუღლებზე ვიყრი. ცალკე ვერ გადავდივართ. რა შეიძლება გავაკეთო? აქ უნდა გვესმოდეს ერთი რაღაც, რომ რძლები და დედამთილები და სიძეები, სხვა დანარჩენი კაცობრიობის მიმართ, როგორც წესი, არიან გადასარევი ხალხი, ხო? და იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ამ როლს ღებულობ ცხოვრებაში, ხო ხდები ან რძალი, ან დედამთილი, ან სიდედრი, ან სიძე. ამ შემთხვევაში ეს როლი, ასე ვთქვათ, გიყენებს შენ. აი, შენ კი არ იყენებ ამ როლს, შენ გიყენებს ეს როლი. რატო? იმიტომ რომ გაუცნობიერებელ დონეზე წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, როგორც რძალზე, წარმოდგენები დედამთილზე და
საერთოდ აი ოჯახის წევრების როლებზე სავარაუდოდ გაქვთ დეფორმირებული და ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, თქვენი ქვეცნობიერი გაიძულებთ, რომ ისეთი რეაქციები გქონდეთ, რაც არის დამახასიათებელი ტრავმირებული ადამიანისთვის. ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, რომ მობრძანდეთ პირად კონსულტაციაზე და პირადი კონსულტაციის ფორმატში, ასე ვთქვათ, დავალაგოთ თქვენი ურთიერთობები თქვენს დედამთილთან, რაც პრინციპში ტექნიკურად რნებს სირთულეს არ წარმოადგენს. შემდეგი შეკითხვა. როგორ დავიწყოთ ცხოვრება თავიდან გარკვეული კრიზისის შემდეგ? გასაგები. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა ჩახსნათ წარსულის ტვირთი, ხო? თუ ეხლა თავს უკვე გრძნობთ კარგად და მთელი საკითხი დგას იმაში, რომ როგორ დაიწყოთ ცხოვრება ახლიდან, ეს ერთი. თუ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არის დათრგუნული, ეს მეორე მომენტია, ხო? აი იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არის დათრგუნული, გირჩევთ, რომ ჯერ ფსიქოთერაპიაზე მობრძანდეთ და შემდეგ დაიწყოთ მომავლის დაგეგმარება. იმისთვის, რომ დავიწყოთ ცხოვრება ახლიდან, დაფიქსდით, ასე ვთქვათ, რამდენად შორს არის თქვენი დაგეგმარების ჰორიზონტი, ხო, მომავალში. ეს არის 1 წლით, ასე ვთქვათ, წინ მომავალი, ანუ რა პერიოდით გსურთ, რომ დაგეგმოთ ცხოვრება, 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, 5 წლით, 10 წლით და ასე შემდეგ, ხო? შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური დროის მანქანით გადახვედით მომავალში, აი ზუსტად იმ მონაკვეთით, რა მონაკვეთსაც გეგმავთ, ხო? მაგალითად, გეგმავთ ცხოვრებას შემდეგი 5 წლით და წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდით მომავალში 5 წლით წინ და წარმოიდგინეთ, რომ იქ თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად გაკმაყოფილებთ და ყველაფერი გამოგივიდეთ. ისე როგორც თქვენ გიდეთ და აი კარგად წარმოიდგინეთ ეს, დაინახეთ, გაიგონეთ, შეიგრძენით და შემდეგ მოიხედეთ იქიდან უკან და წარმოიდგინეთ, რომ უნდა გაიხსენოთ აი ამ წარმატებას როგორ მიაღწიეთ, ხო? აი ცხოვრება თავიდან როგორ შექმნით. და აქედან შეიძლება დაიწყოთ დანახვა იმ კონკრეტული ნაბიჯების, კონკრეტული ცხოვრებისეული ეტაპების, რისი გამოვლაც გჭირდებათ იმისთვის, რომ მიაღწიოთ, ასე ვთქვათ, აი ესეთ შედეგიანობას. ამ სავარჯიშოს გაკეთებას გირჩევთ კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ დაძინებასთან ახლოს. და შემდეგ ამით დაიძინეთ, რომ თქვენმა ტვინმა, სანამ თქვენ გძინავთ, ხო, ქვეცნობიერ დონეზე, ასე ვთქვათ, უკეთესად დაალაგოს ახალი ცხოვრების შექმნის გეგმები. აი, სადღაც ასე. და ბოლო, მეხუთე შეკითხვა. თქვენთან ფსიქოლოგიის შესწავლა შესაძლებელია? საერთოდ საიდან ჯობია დავიწყოთ? გააჩნია, რა გინდათ? თუ საკუთარ თავზე სამუშაოდ გნებავთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ ტრენინგ პროგრამები, მათ შორის ჩემთან. თუ პროფესიაში გსურთ შესვლა და ასე ვთქვათ, პროფესიულად აპირებთ მე ფსიქოლოგიურ კონსულტირებას ან სამეცნიერო მუშაობას, ამ შემთხვევაში გჭირდებათ პროფესიული განათლება და მიიღოთ პროფესიული განათლება და შემდეგ, ასე ვთქვათ, ან სწავლის პროცესში შეგიძლიათ მაგალითად მაგისტრატურაზე ჩააბაროთ მეორადი პროფესიის სახით და თვითონ სწავლის პროცესში შეარჩიოთ გამოყენებითი ფსიქოლოგიის პროგრამები, რომელიც აგათვისებინებთ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს იმისა, რაც გჭირდებათ შემდეგ პრაქტიკაში. და ეს ორი რამ ერთდროულად რო აკეთოთ, იქნება კარგი, მაგრამ თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის გსურთ, ხო? არის ძალიან კარგი სხვადასხვა განვითარების ტრენინგები, მაგალითად, უახლოეს მომავალში მე მაქვს დაგეგმილი სიღრმისეული ტრანსფორმაციის ტრენინგი, ხო? ეს ტრენინგი რას ეძღვნება? როგორ გავაანალიზოთ ჩვენი აზროვნების ეფექტურობა და როგორ შევცვალოთ ის საჭიროების შემთხვევაში? როგორ გავაანალიზოთ ჩვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობების ეფექტურობა და როგორ შევცვალოთ ის აუცილებლობის შემთხვევაში? როგორ გავაანალიზოთ ჩვენი ქცევის მოდელები სხვადასხვა სიტუაციაში და აუცილებლობის შემთხვევაში როგორ შეგვიძლია ეს შევცვალოთ? როგორ გავაანალიზოთ ჩვენი რეაქციები ადამიანებზე და სიტუაციებზე და შევცვალოთ თუ ამის შეცვლა გვჭირდება?
როგორ გავაანალიზოთ ის თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე ჩვენი მაგალითად საოჯახო გენეტიკის ნაანდერძები, ხო? აი ყველა ის ფსიქოლოგიური პრობლემა თუ პირიქით რესურსი, რომელიც ჩვენზე მოქმედებს და აუცილებლობის შემთხვევაში, ხო, როგორ შევამციროთ ასე ვთქვათ, საგვარეულო წარსულის ნეგატიური ზეგავლენა ჩვენზე. ასევე ამ კურსში გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოვაჯანსაღოთ პრობლემური ურთიერთობები და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ შინაგანი მთლიანობა. თუ ადამიანს აქვს რაღაც შინაგანი გახელჩილობა, შინაგანი კონფლიქტები, სულ საკუთარ თავთან ბრძოლებშია, ან ვერ ხვდება, რატომ არ აქვს ცხოვრებაში წინსვლა, თუმცა ყველაფერს აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარ ქვეცნობიერთან არის დაპირისპირებული. ამ შემთხვევაში შესაბამისად რა გავაკეთოთ, აი ეს ინსტრუმენტებიც იქნება. ეს ტრენინგი იქნება ალბათ სადღაც 2 თვიანი, საღამოობით ვიმუშავებთ რამდენიმე საათს, თუ გნებავთ, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ანონსებს ჩემს გვერდზე, Facebook-ში, ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და მობრძანდეთ. ასე ვთქვათ, ტრენინგი არის გასაგები და ასე ვთქვათ, სასარგებლო როგორც დამწყებთათვის, ისე ძალიან კარგი და გამოცდილი პროფესიონალებისთვის, იმიტომ რომ სიღრმის რამდენიმე შრე აქვს, ხო? და ყველა შეიძლება რომ თავისთვის აიღოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ გამოიყენოს პრაქტიკაში, საკუთარ თავთან, თუ მარტო ამაზეა საუბარი, ან სხვა ადამიანებთან მუშაობაშიც. თუ ეს შეგიძლიათ და ასე ვთქვათ, გსურთ რომ დახვეწოთ თქვენი უნარები ამ მიმართულებით. დღეისათვის სულ ეს იყო. ესე იგი, შეგახსენებთ, რომ ეს არის ის უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი შეკითხვა და შესაბამისად მიიღოთ პასუხი, მიიღოთ ქმედითი რეკომენდაცია და ყოველთვის გვახსოვდეს ის მომენტი, რომ აი ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც გვერიდება ყველაზე ძალიან, შეიძლება გახდეს ჩვენი ფსიქოლოგიური გაჯანსაღების გასაღები. ამიტომ მომწერეთ თქვენი შეკითხვები პირად მიმოწერაში ჩემს Facebook page-ზე ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ კვირამდე.